ისა ხალხი ხო არ განიციოს რომ ეს ამათბარო მოძრაო. განახლებული სივრცე არის სრულად რეაბილიტირებული და ადაპტირებული სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებზე, მათ შორის შეზღუდული საშუალებების მქონე პირებზე და აქვე არის ინდივიდუალური გასაუბრების ოთახებიც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გაეროს განვითარების პროგრამის, UNDP-ის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ზოგადად, სახელმწიფო სოციალური პროგრამებზე მომართვიანობა ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დღეში იღებს დაახლოებით 100-მდე განცხადებას და უნდა აღინიშნოს, რომ განცხადების ჩაბარებასთან ერთად დაინტერესებული პირები იღებენ კონსულტაციას მათთვის საჭირო ნებისმიერ საკითხს. გაჩნდა დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ და ორი მიმართულებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ზრუნვისა და დასაქმების მიმართულებით მიიღოთ სერვისები, მიიღოთ სრულად ამოწურავი ინფორმაცია ჩვენთან არსებულ პროგრამებთან დაკავშირებით. არის დიდი ძალისხმევა გაწეული იმისთვის, რომ ამგვარი კომფორტული სივრცე შემატებოდა დედაქალაქს, ქვეყანას და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომავალში, ამ წლის განმავლობაში ბევრი ნაბიჯი იქნება კიდევ გადადგმული. ჩვენთან მოსულ თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, რომ უფრო ხარისხიანი და კომფორტულ გარემოში მიღებული სერვისი შევთავაზოთ ჩვენ მათ. სივრცეში არის ადგილი ბავშვებისთვის, არის ინდივიდუალური შეხვედრებისთვის ოთახები, გარემო არის სრულად ადაპტირებული, რომელიც განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანებზეა მორგებული, დამონტაჟდა ლიფტით.